სალამი, მე ვარ ლევანი კანკი, აზეთ მეცახელად დავინჩი. ეს ჩემი Instagram გვერდი არის, სადაც ტატუებს განვათავსებ, შეგიძლიათ გადახედოთ და დაათვალიეროთ. და როგორც მიხვდით, მე ვარ ტატუ არტისტი. ტატუ არტისტის ცხოვრების სტილი თითქმის სულ მჯდომი არია. ადამიანი, რომელიც 24 შვიდზე უნდა ხატავდეს და უნდა ვითარდებოდეს. დიახ, ფიზიკურ აქტივობას ესამსახური მოკლებულია და სწორედ ამიტომ მოვიმატეთ დაახლოებით 25 კილო. Молодцы, ჯიგარო რა. 2 წლის წინ ამ დროს მე ვიყავი 83 კილო. დიახ, ამ სურათებში 83 კილო ვარ და ბევრად უკეთეს ფორმაში ვარ, ვიდრე ახლა. ამჟამად ვარ 107 კილოგრამი. რა მოგივიდა, რა მოხდა? არაფერი, რა უნდა მომხდარიყო. ხო, ერთ-ერთი მიზეზი იყო ამ პროექტის დაწყების ჩემი ფიზიკური მონაცემების გაუმჯობესება, მაგრამ მთავარი მიზანი და იდეა სხვა რამ არის და ამას ვიდეოს ჩავჯდებით, გაიგებთ. მოდი მოკლედ ის გარეშე. კაი კაცო. ეხლა მე მივდივართ ფიტნეს დარბაზში, სადაც დაგვხდება ჩემი ძმაკაცი ვასო, ხაკაძე არა. ვასო უნდა გავარჯიშოს, ვასოს პირადი მონაცემები და ვინ არის ვასო და როგორი ტრენერია და რა შედეგების დადება შეუძლია და სადა ვარჯიშებს ყველაფერი იქნება მოცემული მის გვერდზე, ამიტომ მის გვერდს აღწერაში დავტოვებ და აქაც განახებთ სკრინს მისი Instagram-ს. ჩემთან ერთად არის. მომავალი ტრენერი თამთა ჩოკორაია. ჩემი თავარი მიზანი არის, რომ წენაში დავიკლო, იმიტომ რომ გავსუქდი. კი ბატონო, მართალი ხარ. ხო, მე ჩემ მიზანსაც ვიტყვი. ნუ განვითარება რა თქმა უნდა, მაგრამ მე მიზანი მაქვს დედლიფტზე ავწიო 100 კილო ხალხნა. ეხლა მაქსიმუმი 70-ია მხოლოდ. მარტო ეს არ არის ჩვენი მიზნები, აქ მე ვილაპარაკებთ კიდე რა მიზნები გვაქვს და რის გაკეთებას ვაპირებთ. აი, ბევრად უფრო საინტერესო რაღაცები იქნება, მაგასაც ვახსენებთ. ვიწყებთ ოპერაციას. კაცი დავიდეთ. არა, აქედან ჯობია. აი, აქ ედუკაციას ასწავლე. აი, ერთადერთი მიზეზი რატომაც მინდა და დარბაზში ის. აი, ამ ხრიდან. შევიდეთ, ვასო თუ დაგწევი? ვასო არა, მაგრამ თაკოს ხედავ ეხა. ჰალო. მიესალმეთ ვასოს, ამ აღფრთოვანებულ ადამიანს. სწორედ ის იქნება ჩვენი მენტორი მთელი ამ პროექტის განმავლობაში. კარგინდა ესეთი? ჯურია, ხო და? კი, 2000 ლარი რა? არა, კი მაგზმა თანხამა. თამთა როგორც ახსენეთ, არის დამწყები ტრენერი. რა რჩევა შეგიძლია მიცე ზოგადად, როდესაც მოდის ან ჩემნაირი, ან აზერზე რა ვარჯიშის. ხო, ახლა ვიაღიხსნით ყველაფერს. ნუ რა თქმა უნდა, თავიდან ადამიანი როდესაც დამწყები არის მოვარჯიშის და ტრენერთან მიდის, ფულბადი სავარჯიშო პროგრამა გააკეთებინოს, რომ ყველა კუნთი მოიყვანოს ტონუსში, ყველა კუნთი გააკეთოს და ერთბაშად რომელიმე კონკრეტული კუნთის ჯგუფს ან მიანიჭოს ძალიან დიდი სტრესი და დატვირთვა. დამწყები რომ მომდის უფასოდ გააკეთებინოს ეგრევე ადამიანს, შეიძლება ეს ადამიანი სულად გახდეს. იმიტომ რომ მისი ორგანიზმის ცენტრალური ნერვული სისტემა არ არის მიცული ამ პროცესს. და მასის შემთხვევაში თავიდან ჯობია პირველი 1 თვე ან 2 კვირა ფულბადი რო ავარჯიშოს დამწყებს. ესე მისი ყველა კუნთი მოვა თანაბრად ტონუსში, თანაბრად განვითარდება სხეული და მე უკვე კონკრეტულად შეიძლება დაყოს იმის და მიხედვით თუ რა მიზანი აქვს ადამიანს. ეს ვარჯიში არის ზურგისთვის, უფრო კონკრეტულად არის ზურგის ზედა ნაწილისთვის, ტრაპეცია, რომბისებრი, დიდი და მცირე მრგვალი კუნთები არის ჩართული აქ. მთლიან კომპლექსურად მთელი ზურგი მუშაობს, მაგრამ თუ აქცენტობრივად აი ამ ნაწილზე არის ამ შემთხვევაში დატვირთვა. ანუ ზოგადად თავიდან იმიტომ ვიწყებ ტრენაჟერებს და ზოგადად ტრენაჟერებს იმიტომ ვემხრობი, რომ უფრო მეტად სტაბილურია მოძრაობა, მეტად დაცულია და უკეთესად არის აქცენტი ამა თუ იმ კუნთებზე. ანუ შენ შემთხვევაში ხარ დამწყებად იწევი, მაინც იმიტომ რომ დიდი ხანი არ გივარჯიშია, სხვა კუნთები მაინც მოდუნებულია, არის გააქტიურებული და თავისუფალი წონებით ვარჯიშს სჭირდება მეტად სხვა კუნთების ჩართულობაც რა. ხოლო ამ შემთხვევაში როცა აქ ვაკეთებ, აქ დაფიქსირებულია, ფეხები არ არის დაჭიმული, არც წელი, არც არაფერი და მარტო ძირითადად აქცენტი არის ზურგის კუნთებზე. ადამიანის მიზანი როცა არის ფორმები, სხეულის გამოკვეთა, კუნთის განვითარება და ასე შემდეგ, უმჯობესი არის რა თქმა უნდა ტრენაჟერები მასეთ შემთხვევაში რა. შეუძლიათ ხიბის დაგდება? ხიბის დაგდება პრესები. აი, პრესები არ დაიჯეროთ. ყვება. რამდენი დეფიციტი უნდა ვიყო მაინც მიახლოებით? ნუ შენ წონა რამდენია ახლა? 107 არის ზუსტად. ნუ საშუალოდ შენი კალორიული შენარჩუნება ამ ეტაპზე იქნება 2600 დაახლოებით და 500 კალორიის დეფიციტი მაგას პლუს. ანუ 2100-2200 კალორია დაახლოებით დღის განმავლობაში რა. აიგი ბევრია. Go Kylie go. Good job Kylie. You are doing amazing. კარგია. შეგიძლია გაშლილი ხელი წამოიღო. ასე? აი, ესე რო აკეთე, მასო შემთხვევაში ტრიცეპსიც მუშაობს ცოტა. ესე რო შლი და. მიდაპირებში მარტო მკერდის ფუნქცია სრულდება.
ეხლა თუ შეგიძლია ამიხსნა რა მნიშვნელობა აქვს თიც, მაგალითად, ასე მექნება თუ ასე. არანაირი ხო? არ ზურგის ვარჯიში არც მაინც. მე ზურგის ვარჯიშს ამას არ აკეთებ, ესე იგი. არა, იმიტომ რომ აქ მთავრდება მაგის ეს. ზოგადად გრძნობას, კუნთის მუშაობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ან კონკრეტულ კუნთს აქვს თავისი ფუნქცია, თუ შენ ტექნიკურად რა დაკეთებ ისე რომ იმ კუნთმა თავისი ფუნქცია შეასრულოს, მაშინ ის კუნთი მუშაობს მიუხედავად იმისა, შენ იმ კუნთს გრძნობ თუ არა. მაგალითად, ზურგის ჩამოწევის დროს ზურგს რო აკეთებ და აი ამ ნაწილს ვერ გრძნობ, ეგ იმას არნიშნავს, რომ ეს ნაწილი არ მუშაობს. ზურგის ფუნქცია ხო ზოგადად ამ ხრისგვის ქვემოთ ჩამოტანა და თუ ამ მოძრაობას ასრულებს სწორად, მაშინ შემთხვევაში ზურგის კუნთი მუშაობს, მიუხედავად იმისა, შენ იმას გრძნობ თუ არა. აი მაგიტომ უნდა დავუკავშირდეთ ვასოს. დამიკავშირდით კონკრეტულად. ადგილები მეწურება. ადგილები მეწურება აღარ დავჭამთ. ანუ უნდა მიმართოთ ტრენერს და არ უნდა წამოეღოთ. არა ეს. ალო. ძალიან კარგი კითხვა დასვა, რატომ არის გადახრილი? ტრენაჟორი ეგეთი. ხო და რისთვის არის რაღაცის გამო ხო? ხრის არის. დებილო. შეიძლება არა. ეს ეკრიბე. დადვირთვის გასამჯობესებლად არის თუ არა აქვს ისწორა? შეიძლება არა. ბაი. მაისეგაჩე, ეს უნდა ვთქვა. ხო. ვასო. კარგი ტრენერია, დაუკავშირდით ვასოს ნომერი. 598114929 დამირეკეთ მხოლოდ 4-11 საათის შუალედში. ეს სვენაში როცა ხარ მაშინ? ხო, ვასოს მონაცემებს რაც შეეხება. Instagram-ს დავწერთ და თუ იმეს სურვილი გექნებათ რომ ივარჯიშოთ და უკავშირდით ვასოს, დაგაყენებთ მოგიყვანთ ფორმაში. ჯერჯერობით ვასოს. ხო, ჯერჯერობით ვასოს. მომავალი ტრენერი აგერა იზრდება. პატარა ტრენერია. ინტერვიუ თამთასთან. თუ იცით აბა რატო ჩატარდა და რატო დაიწყო ზოგადად ეს პროექტი? არ ვიცი, მაგრამ დიდი ალბათობით იმიტომ რომ დაიკლო. ორი პასუხი არასწორია. ანუ ჩვენ ვაპირებთ მე ვასოსაც ველაპარაკებ. ჩვენ უნდა შემოვიაროთ საქართველოში არსებული ცნობილი ტრენერები, მათთან ვივარჯიშოთ, რამოდენიმე ვარჯიშები ჩავატაროთ, თუნდაც ერთი ვარჯიში და გამოვძალოთ ყველა ის ინფორმაცია, რაც მათ ამ დროის განმავლობაში აქვს დაგროვილი. იმიტომ რომ შენ აპირებ მომავალში ტრენერობას და მაგათ რჩევად მედიაში გამოგადგება რა. ვასო არის ამ პროექტის მთავარი მენტორი, ასე რომ ვთქვათ. მაგრამ კლასგარეში სამეცადინეობის გვექნება ამათი ტრენერებთან. თავთავის არის მომავალი ტრენერი. გაიარა 12 რაუნდის კურსი ფიტნეს ტრენერის გადამზადების, სწორად ვამბობ ხო? უნივერსიტეტში სწავლობს ფიტნესი და ჯანმრთელობა და მომავალში იქნება ძალიან წარმატებული ტრენერი. და ამისათვის სჭირდება სწორი მენტორები და სწორი ადამიანები და ერთ-ერთი ადამიანი ვიპოვეთ. დიდი პატივი არის. ვიგი, ვასო, რა მაინტერესებს? დიახ. შენს მოისმინე, კარგად მიცა, თამთარჩანს. შენს მოისმინე. ტრენერთან რომ მოდიან სავარჯიშოდ, პირველი 10 წუთი, 15 წუთი რო აყენებენ სარვენ ბერლიგზე. ეგ ის თემა არის, რომ 1 საათს 10 წუთი გამოაგდეს და უფრო ნაკლები დრო გაატარო. და ეგ არის ორგანიზმში ტემპერატურა რო აიწიოს და ამერე ნელ-ნელა მოემზადოს დატვირთვისათვის. ეს არის გახურების პირველი ეტაპი, რა. შუალოდ მე გადადიხარ სახსრების გახურებაზე, რომ ვარჯიშის დროს რაიმე ტრავმისგან იყო დაზღვეული. იცოდი თუ არა ეს ფაქტი? რას ქვია, რიცხვი. მაგრამ ეგეც კაია ის. თუ ფეხით მოვდივარ, მე სხვათაშორისო ეუბნები 10 წუთით ადრე მოვიდნენ. ხო. 10 წუთით ადრე გააკეთონ, რომ მე იმ 1 საათს არ გამოვაკლდეს ეგ დრო. აი, პატიოსანი ტრენერი. მაგრამ უმეტესობა 10 წუთი პირიქით დაგვიანებს. საერთო ჯამში 40 წუთი გამოდის 1 საათს მაგას ვარჯიში. რასაკეთებ არასოდეს, მინდა გააკეთე გეტყვი რასაკეთებ არასოდეს. რას ვაკეთებ არასოდეს? სკამი მაღალია რა მაგითო. ბარძაღის ძუებზე უნდა გეტყვი. მაღალია თუ თამთასთან მაღალი? რო ჩახვალ ეს წელი ჩააგდესავით რა. ნახე როგორ გააკეთო. ესე კი არ ჩახვიდა პირდაპირ. აი ესე კი არ ჩახვიდა. თაზნეკილი უნდა გქონდეს ჩახვის მომენტში წელი. და მithomne უნდა ჩახვიდეს სანამ ეს ხერხემალი მოგეთ. და მე ამოხოდი და შეგვიჭი. რომი ახლა? ხო. ჩაცია მიდი. ჩადი. ამოდი შეგვიჭი. ეგ. აი. ეგრე ჩადი. კარგი. ასე ხო? ხო. ეგა. აი იმ კუნთს რა ქვია ხა ბარძაღის ორთავა კუნთს რა ქვია? ხო წინა კვადრიცეპსი უკანა? უკან არის ნახევარწესოვანი თითის ზარა და ბარძაყის ბიცეპსი. მეტი სახელია რა? კიდე რაღაც სახელი აქვს. ნახევარწესოვანი თითის ზარა და ბარძაყის ბიცეპსის დიდი და პატარა. ო.
მეცხრე მოსწავლეს პროგრამაზე იყო მოსული ორი ქალი და უთხარი რომ სამისვა 12 გაეკეთებინა და მივიდა და გავაკეთე 36-ი და ეხლა რა ვქნაო. მე კიდე 36-ი გააკეთე. მიდი მაგის დედაცვალი. 1+3 გამრავლდა 12-ზე. აია. მიდი. ახლა გავაკეთებ 6 გამეორე. ეს ესე ვარჯიშია. შეფერდეგი. ეს გამოიყენება. შეფერდეგი. რა კონთის გასაზრდელად. შეფერდეგი. რომელსაც ქვია? Hamstring. ყაჩა. სამთავა დრაგონი. ვაი. სამთავა დრაკონი. როგორად გიცი? შემდეგი ვარჯიში. შემდეგი ვარჯიში კეთდება სვიჩი სალი ფეხით ჩაჯდომ. ბულგარული. გავს იცი რა ფასი აქვს? 9 ლარი ღირს ერთი. მაგითო ვიფრესე. ისე ვაკეთე. ცოტა უკან დაიგო. უკან დაწეო ფეხე. ეს. რა. სორჯი ყველაზე მეტად ჭიმავს საჯდომს. ოიმე. სახლის პრობლემები არ გაიგებთ. ოკეი. ის მოხსენეთ 15-იან გავკ. და შენ ამით უნდა გაკეთება? კი, ვიზამ. შეხედე. წონა შეხედე და თამქას. აი, ბევრი არჩევს გვერდიდან. გასწორებული და გზეატანი და მოძრაობას იწყებ მუხლის წინ წაწევით, მასეთ შემთხვევაში მუშაობს ძირითადად კვადრიცეპსი და საჯდომი. ხოლო ესე როცა აკეთებ ჩვეულებრივად კვადრიცეპსის მუშაობს საჯდომის და ფეხის უკან ზედაპირის ზედა მუშაობს. აი ეს. ზარა იმენა. ვასო. აგვიხსენე ვერჭველი. შეხედე მიხდი. ვერჭველი აგიხსენეთ. გამანდელი ვარჯიში მოჭრა. მორჩი. თამთა გააკეთე სწრებს და ჩვენ წავალთ აი იქით. იქით ოთახში გავალთ ჩვენ. დავწერეთ. ბაი. ბიჭარა. არა, ჯერ არა. ჯერ ყვება და ის. 4 ნახევარი. 5. 4 ნახევარი. ეს არ მინახავს არაზრს. წადო. იმას ვიზამ, შემდეგ აყავ. ჩი. შე ერთი. დავიდა. ნაყის გიყიდი თუ იზამ? Yes. რამდენია? 28. Ormozda წუთის გზარი ფეხით ჩვენ მიდივართ ახლა ფეხით. მეც ეგრე ვაკეთე შენ საცხოვრო. და ზღვით გადავდივარ. აი ეს რა ვიყიდეთ. მაგინი. God. გულის მოშტაბე. Look. რატო? ვარჯიშის და. შენ ვარჯიშო მაგია. რა ხდება? ძველ ფასსა და ახალ ფასს შორის. მე ისმინა. ისმინა. შენ? მე ის მიყვარს. შენ არ ჭამ? ჩოდა, ნუ მე მარტო მე დავჭამო? მე ჩაშევჭამ მაშინ. ხოლო ერთ შევჭამ. მოგესალმებით. დღეს არის დღე მესამე. მივდივართ დარბაზში. ლევანის და მე გვტკივა ფეხი, რადგან წინათ გქონდა ფეხების დღე. გუშინ არ მტკივა და დღეს. მე გუშინაც მტკივა და დღესაც მტკივა. მაგრამ მაინც მივდივარ სავარჯიშოდ. მე მოვათრევ ამას უფრო. დღეს ვასო არ იქნება. ეს ვასოს garaში მოგვიწევს ვარჯიში და მე მაქვს ზურგი და ბიცეპსი და ამან პირველ დღეს რაც გააკეთა ზედატანს გამეორებს ისევ. იქით სერიალი ის რო ჩანს, აი ეს და იგავ. გასწორ. სულელი ბავშვი რა ფერაძეს. ძლივს დადის. ცოდვა.
ახლა მორჩით ვარჯიშს. საბჭოად ვიდეო ვერ გადავიღეთ, რადგან ენ რაოდენობის ადამიანი იყო. ამა სტაბილიზაცია კი აქვს, მაგრამ ესე მაგეთ. ძალიან ენ რაოდენობის ადამიანი იყო და ჩვენს ჯერ არ ვართ მიჩვეული ამდენ ხალხში ვიდეოს გადაღებას და რაღაც. დავწყვიტეთ გვევარჯიშა გემოზე და ვიდეო შემდეგისთვის შემოგვენახა გადავიდეთ უცებ. თან ვასაც არ იყო, ვასაც გვაყდა რა. ნუ ადრე მოვალთ, იმიტომ რომ ამდენ ხალხში მართლა ხელის გასაქმნავი ადგილი არ იყო კამერის დასაჭერი. მე და ლევანი ერთმანეთს უცვლით ადგილს ვინიშნავდით. არამც თუ ემებს წონებს და რაღაცებს ადგილს. Bye.